ცოტა ხნის წინ ვაშლიჯურის სამხედრო პოლიგონზე ქართული წარმოების ჯავშან ჟილეტებისა და ჯავშან ჩაფხუტების საჩვენებელი გამოცდა გაიმართა. ისროდნენ დაახლოებით 10 მეტრიდან, 10 მეტრის დისტანციიდან, სნაიპერული შაშხანებით და ასევე პისტოლეტებით. ძირითადი კალიბრი 7.62 მიასედი იყო. თუ რას წარმოადგენს ქართული წარმოების ჯავშან ჟილეტები და ჯავშან ჩაფხუტები, ჩვენი გადაცემიდან შეიტყვით. Testing. All of our solutions require special testing and the selection of Kausubalia. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ქართველი სამხედრო მეცნიერების მიერ დამზადებული ჯავშან ჟილეტებისა და ჩაფხუტების შეიარაღებაზე აყვანას გეგმავს. საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა სამხედრო სამეცნიერო ცენტრ დელტაში შესაბამისი გამოცდები უკვე ჩატარდა. მოგვიანებით და ამჯერად უკვე აკრედიტებული სამხედრო ატაშეებისთვის, მედიისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის საჩვენებელი ტესტირებაც გაიმართა. ჩარხდანადგარები, რომლებზეც იწარმოება ეს პირადი ჯავშანი, არის საქართველოში აწყობილი, ანუ ჩარხმშენებლობის მიმართულებით ვართ განვითარებული ამ ხრივ და შეგვიძლია შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ფაქტიურად შეუზღუდავად გავზარდოთ მისი საწარმოო შესაძლებლობები, ვინაიდან იმპორტირებულ ჩარხდანადგარებზე არა ვართ დამოკიდებული. სამხედრო ინსტრუქტორებმა ჯავშან ჩაფხუტი და ჯავშან ჟილეტი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოსცადეს და დაზიანების ხარისხი შეამოწმეს. ჯავშან ჩაფხუტის წონა შეადგენს 1200-1500 გრამს. ადვილია მისი თავზე მორგება, რეგულირება, ასევე უზრუნველყოფს დარტყმის ძალის შთანთქმას და დამორტიზებას. ჯავშან ჟილეტის წონა შეადგენს 3200 გრამს. საერთო წონა 2 ჯავშანფილით იცვლება და შეადგენს 5.5 კილოგრამიდან 10 კილოგრამამდე. დელტა სპეციალისტების გათვლით ჯავშან ჟილეტმა 10 მეტრიდან უნდა გაუძლოს 7.62 მიასედი მილიმეტრის კალიბრის ჯავშან გამტარ ვაზნას, რომელიც დიდი სიძლიერით გამოირჩევა. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დელტას მიერ წარმოებული ჯავშანი საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებსა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. იგი უზრუნველყოფს მებრძოლის დაცვას საომარი და სპეციალური ოპერაციებისას. თავარია რომ დღეს დავწმუნდით მის ვარგისიანობაში. ყველა თქვენ თვითონ ნახეთ, რამდენად ეფექტური არის მის წონასთან შედარებით, თავის გამძლეობასთან შედარებით. შესაბამისად, ახლა დაიწყება სერიული წარმოება და უახლოეს მომავალში უკვე შევძლებთ ჩავაცოთ ქართული ჯავშანი. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ უწყების სპეციალისტებს შესაბამისი ბაზარით შესწავლილი აქვთ და იმედს გამოთქვამს, რომ ჯავშან ჟილეტებისა და ჩაფხუტების შეძენით შეიარაღებული ძალების გარდა შინაგან საქმეთა და სხვა ძალოვანი უწყებებიც დაინტერესდებიან. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია იმის, რომ ამ პროდუქტმა გაიმარჯოს და დაიპყროს სხვა ბაზრებიც, იმიტომ რომ ანალოგიები სხვა დასავლური ქვეყნების მიერ წარმოებული ჯავშან ჩაფხუტების და ჯავშან ჟილეტების არის ბევრად უფრო მძიმე, ჩვენი არის ბევრად უფრო მსუბუქი და ხარისხი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი. ჩვენი პროდუქცია არის უფრო მსუბუქი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჯარისკაცი ნაკლებად იღლება საბრძოლო მოქმედებების დროს და ასევე მასში არის ჩაშენებული შესაბამისი დარტყმის მაკომპენსირებელი საშუალებები, რაც ფაქტიურად უზრუნველყოფს იმას, რომ ჯარისკაცი ბევრად უფრო რთულად გამოვიდეს მწყობრიდან, ვიდრე ჩვეულებრივი ჯავშან ჟილეტის და ჩაფხუტის ტარების შემთხვევაში. ვაშლიჯურის სამხედრო პოლიგონზე მიწვეული პარლამენტის თავდაცვა და უშიშროების კომიტეტის მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები წარმატებად მიიჩნევენ ჯავშან ჟილეტისა და ჩაფხუტის წარმოებას, თუმცა შეფასებები პარტიულად განსხვავებულია. დელტამ ჩვენი ტექნოლოგიური წარმატებით, ჩვენივე დანადგარებით გამოუშვა ძალიან მაღალი ხარისხის ჯავშან ჟილეტი და ჩაფხუტი, რომელიც სტანდარტებით იმაზე მეტია, ვიდრე წამყვანი ქვეყნების ისეთივე პროდუქტი და ამასთანავე ის გაცილებით იაფიგვიჯდება. ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ სრული წარმადობით ჩაუშვათ აღნიშნული ჯავშან ჟილეტი და ჩაფხუტი, უზრუნველყოფთ მთლიანად შეიარაღებული ძალები, ასევე პოლიცია და ასევე ძალიან ბევრი მსურველი არის პარტნიორი ქვეყნებიდან მათ შორის, ვინც ამ პროდუქციას შეიძენს საკმაოდ კარგ ფასად და ეს თავისთავად ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი სარგებელი იქნება. ქართული სამხედრო წარმოება როიტყვიან რეფორმა განიცადა წინა ხელისუფლების პირობებში, რაც მინდა
ამაყად მინდა გამოვხატო ამასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს კიდევ ნათლად გამოჩნდა, რომ გატარებული რეფორმები სამხედრო წარმოების თვალსაზრისით წინახელობის პერიოდში იყო წარმატებული და მიხარია ის, რომ დღესაც წარმატებით გრძელდება ამმართველი პროცესები. ქართულ სამხედრო მრეწველობას თავისი ისტორია აქვს, რომელიც არც დღეს და არც გუშინ დაწყებულა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ქართველი მეცნიერები აქტიურად მუშაობდნენ როგორც არსებული ჯავშანშილეტების გაუმჯობესებაზე, მათთვის ახალი მასალის შექმნაზე, ასევე სხვადასხვა იარაღის მოდიფიკაციაზე. მაშინდელი მძიმე დაფინანსების პირობებში სერიულ წარმოებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. მოგვიანებით კი ქართულმა სპეციალისტებმა არა მხოლოდ არსებულის გაუმჯობესება, არამედ მძიმე დაჯავშნული მანქანის გაკეთებაც შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყების მხრიდან რენტაბელურობის საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ იყო, ქართულმა სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში არსებობს სამხედრო მეცნიერების დიდი პოტენციალი.